ესე იგი სროლის დროს ეს ამორტიზირებს და იწევა შიგნით და რა თქმა უნდა ახშობს უკუცემას. დაახლოებით ობიექტურები რო ვიყოთ 30%-ით. პროგრესივ კომფორტ აწერია. დიახ, პროგრესივ კომფორტი. ეს ნახე გველის ყავივით არის, თუ რავი, თევზის ქერცლივით არის გაკეთებული. ფარფლივით. ხო, აი რაღაცა ძალიან მაგარია და ნაჭდევია თევზის ფარფლის ეს ლულებს ზემოთ ქვემოთ. ჯერადობა, დიახ, ჯერადობა, კი ბატონო. ახლა მოიტანე. ანუ აქეთ მიწევთ ქვემოდან, ჯერ ქვემოთას ივსის მერე ზემოთას, იქით მიწევთ ჯერ ზემოთას მერე. ანუ ცვლით რა ლულებს. სხვადასხვა რო ქონდეს ეს თოფებს არა ქონდა. ესე იგი, საერთოდ თვითონ ეს იარაღი ძალიან საინტერესო იარაღია, როგორც თქვით, ცოტა ნაზია. ნაზი მოპყრობა უნდა, უფრო აი ისეთმა ადამიანმა შალითა უნდა უყიდო, რა თქმა უნდა, შალითა უნდა უყიდო, ცოტა ისეთი ვერ ვიტყვი მაინც და მაინც რომ აზიზი და ძალიან ისეთი მექანიზმი აქვს, მაგრამ თუ გამიხილავთ ყველაზე ახლო კონკურენტს, პირობითად ეს ბერეტას იარაღი შეიძლება მივიჩნიოთ, მაგალითად Civil Vision 3. ესეთ სისტემაზე. ორლულიანი, დიახ. იმ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უფრო ისეთი თოფი, ბაბასილი მყარი თოფი რა, ასე ვთქვათ. შეგიძლია ყველანაირად მოეპყრა მაგ თოფს და არაფერი დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ იქ არის უფრო მეტი წონა, რა თქმა უნდა, უფრო რაღაც კლასიკური თოფისკენ არის უფრო წასული. ეს არის უფრო რაღაცა ახლებული დიზაინის თოფი. ამასაც სულდათ მოექცე თქვათ, მირიახულად, რასაც ქვია. დიახ. დიდი ზემოდან აი ესენი რაღაც მიკაწრ-მოკაწრ მექანიზმი რთულია, იაგერის ტიპის მექანიზმია. იმპულსური იჟექტორები გააჩნია. ანუ სროლის დროს იბერება მასრა და გადასცემს იმპულსს და ეგრე ყენდება ამის იჟექტორი. ანუ ცოტა ისეთი თოფია, მაგრამ ამ თოფს აქვს ერთი ძალიან საინტერესო უპირატესობა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, ჩემი გაგებით ესია და ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად ამ თოფს საერთოდ არ გამიხილავდი, არც მეგონა თუ მექნებოდა, ვერ გეტყვი რომ არ მომწონდა, მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ მაინც და მაინც მომწონდა, იმიტომ რომ მომწონს უფრო კლასიკური თოფები, რა თქმა უნდა, კლასიკური გრავირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ამ თოფმა ჩემზე ესეთი გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა. რის შემდეგაც შევიზინე. აქ სხვა მომენტია, ნახე. თოფში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის ბალანსი. როგორ არის თოფი დაბალანსებული, ნახე. ბევრი მწარმოებელი უშვებს მსუბუქ თოფებს. ერგალის კოლოფის ხარჯზე ხდება ეს ძირითადად. ანუ ამ შემთხვევაში ეს შენაზნობი არაერია და რამსის. ხო, ერგალი, კი ბატონო. ამ შემთხვევაშიც ერგალის კოლოფი გააჩნია ამ თოფს, მაგრამ